ლატვიის სამხედრო ძალებმა რუსეთიდან მომავალი დრონი ჩამოაგდეს. დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში ორშაბათს 8 ივნისის დილის საათებში შეიჭრა. ლატვიის სამხედრო ძალების ინფორმაციით, დრონი აღმოჩენიდან მალევე ლატვიის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გაანეიტრალეს. გაურკვეველი წარმოშობის დრონის გამოჩენისთანავე ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ მუნიციპალიტეტების, ლუძის, ბავლისა და ალუქსნეს მოსახლეობას გაუგზავნეს სპეციალური შეტყობინებები, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები და კარი ჩაეკეტათ. მათ ადგილობრივები გააფრთხილეს დაბალ სიმაღლეზე მფრინავის საეჭვო ან საშიში ობიექტის შემჩნევის შემთხვევაში ობიექტთან ახლოს არ მისულიყვნენ. რუსეთმა ლატვიის საჰაერო სივრცე 2 კვირის წინ უკვე დაარღვია. მაშინ ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ლატვიის საჰაერო სივრცეში მინიმუმ 1 უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. ეროვნული ძალების ინფორმაციით, ლატვიამ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დამატებითი დანაყოფები განათავსა. საჰაერო სივრცის დაცვის კუთხით 2025 წლის სექტემბრიდან, როცა ევროპისა და ნატოს საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემთხვევა უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია, ევროპა სრულ მზადყოფნაშია. შედეგად, ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ ეგრეთ წოდებული დრონების კედლის შექმნაზე, რომელიც საზღვრებზე დრონების მონიტორინგს, აღმოჩენასა და საჭიროების შემთხვევაში განეიტრალებას ითვალისწინებს. ნატოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი დრონის საწინააღმდეგო სისტემა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ნოემბერში უკვე განთავსდა. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მხრიდან შემდგომი შეჭრის შეკავებაა. ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ამოწმებს, რამდენად მზად არის ალიანსი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. კრემლი კი ბრალდებას უარყოფს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ევროპაში გამოჩენილი გაურკვეველი წარმომავლობის დრონების უკან რუსეთი არ დგას და რომ ევროპელი ლიდერების განცხადებები დაუსაბუთებელია.